დედაენის ბაღში ახალი ღვინის ფესტივალი 2015 გაიმართა. ღონისძიებაზე ღვინის 60-მდე მსხვილი კომპანია და 55 საოჯახო მარანი ბოლო მოსავლის ღვინოებს წარმოადგენს. ფესტივალის მიზანი საქართველოში ქართული ღვინის პოპულარიზაცია და საუნხმარებლო კულტურის გაზრდაა. წელს საქართველოს ღვინის კლუბი უკვე მე-6-ად გაუძღვება ახალი ღვინის ფესტივალს და ის 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ღვინო ზოგადად საქართველოს ეკონომიკისთვის და მათ შორის ტურიზმის განვითარებისთვის ერთ-ერთი ძლიერი პროდუქტია, რომელიც წარმოაჩენს ჩვენ საქართველოს, ჩვენ ქვეყანას უცხოეთში. ამიტომ ღვინის პოპულარიზაცია, ზოგადად ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას უწყობს ხელს, მათ შორის ღვინის ტურიზმის, რომლის განვითარებაზე ჩვენ აქტიურად მუშაობთ. მე მქონდა ღვინის კლუბის წევრებთან საუბარი უკვე და ჩვენ გვაქვს გეგმები, რომელიც უკავშირდება დაცული ტერიტორიების და ღვინის და ზოგადად მევენახეობის კოოპერირებას, რამაც ღრმად ვარ დარწმუნებული ძალიან და მნიშვნელოვნად უნდა შეუწყოს ხელი დარგის განვითარებას, როგორც ტურიზმის, ასევე სოფლის მეურნეობის განვითარებას, მევენახეობის განვითარებას. ჩვენი კომპანია უკვე მე-6-ჯერ იღებს მონაწილეობას ღვინის ფესტივალში. გვაქვს ახალი ღვინოები წარმოდგენილი დღევანდელს და ძალიან მნიშვნელოვანია ამგვარი ღონისძიებების მოწყობა, როგორც ტურიზმის განვითარებისთვის, ასევე ღვინის პოპულარიზაციისთვის.